გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იგაზე. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები. საერთო სტუდიაში მუშაობთ მე კატო და ხმის რეჟისორი თიკო ჟვანია. სტუმრად კი გვეწოდნენ კოკა ვაშაკიძე და ნიკოლოზ სარდანაშვილი და თუ იმდენ გელაპარაკეთ ნიკოლოზ და ნიკოლოზი ამეკვია და ირაკლი სარდანაშვილი თუ რის შესახებ ვისაუბრებთ. ამას მცირე შესავალს გავაკეთებთ თქვენის ნებართვით. 1907 წელი ბელგიის ქალაქი ოსტენდი ქართველი თავადების დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანების მამულებში მოყვანილ ნახევრად ტკბილ ღვინოს გამოფენაზე წარადგენენ და სასმელი, რომელიც საქართველოს მთიან რაიონში რაჭაშია დამზადებული ევროპის ცენტრში გრან-პრის და საერთაშორისო აღიარებას იმსახურებს. და მაშინ ხვანჭკარას სულაც არ ეთქვა და მას ყიფიანის ღვინოს უწოდებდნენ. ამ ცნობისათვის მადლობა გუგა ბარბაქაძის ბლოგს და აი მოვიდნენ კომუნისტები და აღმოჩნდა ისე რომ ყიფიანების ღვინო გახდა მერე ხვანჭკარა და რაღაცა ისეთი პირი უჩანს რომ შეიძლება ეს ხვანჭკარა საერთოდ დარჩეს ესე მოგონებად მოგონება და აი მე მინდა მაინც თქვა რომ კი ჩვენ აქ თქვენ სხვა გამოსვლებიც გქონდათ მასმედიით მე ამას მოყვა ენერგეტიკის მინისტრის გამოსვლაც რომ თქვენ არ ხართ სათანადოდ ინფორმირებულები კომპეტენტურები და მოკლედ არის ესე რომ ჯერჯერობით ჰესი არ დაწყებულა ამის მშენებლობა მოდით ოფიციალურ მხარეს განცხადებაც როგორია რომ არ დაწყებულა მშენებლობა და მიმდინარეობს შესწავლა იმისა თუ რამდენად მისაღები ამ ჰესის მშენებლობა და ასე შემდეგ თუმცა სვანეთა მოძრაობა აცხადებს რომ ეს ჰესი პირველ რიგში შეუქმნის პრობლემას თვითონ მიკროკლიმატს აი ამ სწორედ ამ ხვანჭკარის ღვინის დაყენებისა რომელსაც აყენებენ ორი ჯიშით ალექსანდროულით და მუჯურეთულით და თუმცა მხოლოდ ამ რეგიონში მოყვანილი ამ ერთ რამოდენიმე სოფელში მოყვანილი თუ არის ნამდვილი ხვანჭკარისთვის გამოსადეგი დანარჩენი ისე რა კვაზი ხვანჭკარა გამოდის და თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით თქვენ ამბობთ ერთს ისინი ამბობენ მეორეს და მოდით რამდენიმე გავარკვიოთ რა არის სიმართლე მოგესალმებით ყველას მე გახლავართ ირაკლი სარდანაშვილი მოკლედ ხვანჭკარის მკვიდრი და პირველ რიგში მინდა ნიკოლოზ მოგილოცოთ თქვენ და სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით რაჭველებს მოკლედ სიტუაცია არის ესეთი ეხლა ამ წუთებში ჩვენ რო საუბრობთ მოკლედ შარეულა ასე როიცოდენ მოკლედ რაჭველებმა განსაკუთრებით შარეულის გადასახვის პირდაპირ მხარეს ეხლა თალი ენერგიის წარმომადგენლები მობილიზებული ტექნიკით შემიძლია ვიდეო განახოთ ფოტო მასალაც მაგრამ დოკუმენტიც აღარ ამაგდეს თვითონაც კარგად იციან რა ეხლაც მუშაობენ მოკლედ იქ გუშინ ჩავიდა მინისტრის მოადგილე ელოშვილი სახელად რომელიც განაცხადა მოკლედ ამბროლაულში ესეთი რამე სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს სვანეთში ავაშენებ უდონ გეს ამას ამოს რაჭაში ალბათ სვანეთში რო ჩავიდეს იქ იწვის რაჭველებს და მე მინდა მას უთხრა რომ სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს მე პირადად და მთელი რაჭას იმას ვერ გააკეთებს კონკრეტულად რაც რაჭას ზიანს მოუტანს ეს ერთი რაც შეეხება ხვანჭკარის გადაშენებას სიტუაცია არის ძალიან მარტივი ამ ხრივ რა ნებისმიერი ადამიანი მე მართლა არა ვარ კალათისგან გასულ კომპეტენტური ადამიანი მართლა არა ვარ ამ საკითხში კომპეტენტური ვარ ჩემი კუთხის სიყვარულში და კომპეტენტური ვარ იმაში რასაც ვლაპარაკობ და რაც ჩემი თვალით ვნახე სიტუაცია არის ესეთი ხვანჭკარა მზადება ორი ყურძნის ჯიშისგან ეს არის ალექსანდრეული და მუჯურეთული და ხვანჭკარა არის მოგეხსენებათ რაჭის საქართველოს ავიზიტობარი და სოფლიო ბრენდია და გამორჩევი იმით რომ ეს არის მიკროზონა მიკროკლიმატია მოკლედ არის სოფლები მოკლედ ბუგეული ხვანჭკარა ჩორჯო ჭრებალო ქვიშარიჭყვიში სადაც გავრცელებულია ყველაზე მეტად განსაკუთრებულად და ახალი ვენახები ჩაყარეს ხალხმა და წელის ყველაზე მეტი გადაიხადეს მოკლედ ადამიანებმა ვინც იყიდეს ეს ყურძენი და მოსახლეობას იმედი გაუჩნდა კიდე ერთი რამე მინდა გითხრათ რომ ამას არის მიბული ტურიზმი პირდაპირ მიბული მე პირადად მაქვს საოჯახო სასტუმრო ეგრეთ წოდებული გესტაუს და მე პირადად ჩამოვდიან სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან და უბრალოდ ეს შემოსავალი ერთი რო არ იქნება და კულტურა არ იქნება ჩვეულებრივად და ეხლა ვინც რა უნდა თქოს მნიშვნელობა არ აქვს აქ რამხელა ჰესი აქვს საუბარი რა და მინდა იცოდეს ყველა მაგარი ორ ჰესი ეს არის სადმელი ჰესი და ალპანა ჰესი და ნიშნულობა რაჭისთვის ყველა ჰესი დიდია, როდესაც აქეთ გვაქვს შაური, იქეთ გვაქვს ლაჯანოგეს და ნათელი მაგალითად უნდა საინტერესოს, ავიდეს სოფელ ნიკორწმინდაში, ნახოს მაგალითად ფესკები რამ მდგომარეობაშია, რა ვიცი, უძველეს ტაძარში და რა ვიცი, ერთ-ერთ ულამაზეს ტაძარში და უმნიშვნელოვანეს ტაძარში საქართველოში, ნახოს თავის თვალით გაისაუბროს მოგალაკებს და უბრალოდ შევიდეს ნავენახები ნახოს უბრალოდ.
სადაც ფიზიკურად ვაზი აღარ არის და ფიზიკურად არაფერი არ არის და მე ილაპარაკონ და მე გააკეთონ სიცოცხლის ფასად არიან ის ადამიანები იქ და სიცოცხლის ფასად უყვართ რაჭა ყველა იმ ადამიანს ვინც შეწუხებულია მამბით რა და ესე მარტივად არ არის და მნიშვნელობა არ არის დეტალებზე პროფესიონალებმა ილაპარაკონ მე მართლა არა ვარ ახლა კომპეტენტური რო გითხრათ რაღაცა დეტალებში მაგრამ მე აგერა მაქვს მოკლედ თავის თარიღამას ყველაფერს მოკლედ ვანათებ საზოგადოებას და იციან თავის თარიღებით მაქვს თავის ხელმოწერებით მაქვს სახელებით გვარებით და ჩემი თვალით მაქვს და ჩემი ვერ საუბრია ჰალიგ ენერგიის ანას წარმომადგენლის თურქ ადამიანს მოკლედ ქართველები წავთ იქ თავის იმაში და მუშაობენ ადამიანები და აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს ფაქტია და ამას არ უნდა ხარ რაღაცა ისა და თვითონ მემორანდუმი არის, სადაც წერია რომ აგერ კოკამ უკეთესად იცი, სადაც წერია მოიწონა საქართველოს მთავრობა მოკლედ ეს პროექტი. კეთილ, მოდით ამ შესახებ საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ველაპარაკოთ და ამჯერად კოკა შენ გადმოგცემ სიტყვას. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იგაზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და გადაცემის სტუმრებიან კოკა ვაშაკიძე და ირაკლი სარდანაშვილი და ჩვენ ვაგრძელებთ თაობას ღვინის შესახებ, რომელიც როგორც ერთი ძალიან ჭკვიანი ბატონი წერს, ლევან ფრუიძე, რაჭული ღვინის შესახებ მონოგრაფიის ავტორი, წერს, რომ ხვანჭკარის ტიპი დუღილ ნაკლულობამ კი არ წარმოშვა, არამედ საგანგებო ჩერჩეული ნედლეულის განსაკუთრებული სიფრთხილი დამუშავებამ და ტკბილის ბოლომდე დადუღებამ და გარდა ამისა თვითონ რაჭული გლეხის ღრმა დაკვირვების უნარმა და გამოცდილებამ და ეს ხვანჭკარა თავის დროზე ცნობილი როგორც ყიფიანების ღვინო შეიძლება აღარ გქონდეს, მაგრამ არის მეორე მხარე, რომ ჩვენი მთავრობა აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მე როგორც ირაკლი თქვა, რომ სრულად შემთხვევით გაიარა იქ და აღმოაჩინა იქ ნიშნულები და თუმცა ჩვენი მთავრობა ამბობს და ეს როგორც ჩანს ფაქტია, რომ ყველაფერი იყო საჯარო ტენდერი, ყველაფერი და ასევე ყველა ინფორმაცია ედოდა თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე რა დოკუმენტაციას თქვენ გაქვთ, ანუ ასეც იყო როგორც ჩანს. აი ამ დოკუმენტაციას უწყორებით თქვენ განსაკუთრებით, იმიტომ რომ არ მოგწონთ ის პუნქტები, რომელიც არის მასში შეტანილი. კოკა, გთხოვთ. ხო, განსაკუთრებით ეგრე არის, მაგრამ თან გამარჯვებთ მოგესალმებით შეგაც რომ გამარჯვებთ დიდი ხანი გავატარეთ. მაგრამ ესეთი რაღაცა არის, აქ თქვა ერთი ნაწილი არის, აი საქართველოს მთავრობის განკარგულება, სადაც მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობას ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს რაღაც ჩამონათვალი არის ბოლო სიტყვი. საგრუს ენერგოს და კომპანია ჩარნეკ ენერგის სანაშორის დასადები ურთიერთ გაგების მემორანდუმის პროექტი რა, რომელიც რა თქმა უნდა ბატონი კომპეტენტური ახლა საუბრობს იმაზე, რომ ეს არის პირველადი და გავჩერდებით, მაგრამ ძირითადად თვითონ კონტრაქტში წერია ასეთი რაღაცა, რომ თუ თურქული კომპანია არ დაიწუნებს ამ ტერიტორიას გასაშენებლად და ასაშენებლად იმისი, რაც ჩაფიქრებული აქვს, საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს უფლება, რომ უარი თქვა ამაზე. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. მეორეს ერთი, რატო იწვის თურქული კომპანია უარს მით უმეტეს თუ ამ ტერიტორიაზე ამდენი გაკეთებულია და მეტნაკლებად ვიცით რომ რაღაცნაირად აკმაყოფილებს ამას, ხო? ეს მეორე რაღაცა. შეიძლება ამაში არაკომპეტენტური ვიყო, კარგად ვავი და გამოდგეს რომ რაღაცა კონკრეტულად გიძე, არ იმაშებოდეს და არ მაქვს ამაზე პრეტენზია. თუ გამოდგება რომ არ გამოდის, უკეთესი. მესამე, ჩვენ ხო ვიცით რომ რა ქვეყანაში ცხოვრობთ, მიუხედავად იმისა რომ ცოცხებით ერთი გადავაგდეთ, ვარდებით მეორე გადავაგდეთ, მესამე იმითი გადავაგდეთ, ტყუებით გადავაგდეთ, აგერ ირაკლი დარბოდა გარკვეულწილად მარტო ცოცხებით, მაგაზე არა ლაპარაკი, ვირითი დარბოდა და მე საერთოდ არაფრით არ დავრბოდი. არც ვაპირებ, მაგრამ საერთოდ წარმოვიდგინოთ ერთი რაღაცა დეტალი, ძალიან მნიშვნელოვანი რა. ქვეყანაში სადაც 14 წელი ბალახის შენახვაზე აძლევენ 14 წელს ატომური ბომბის შეკეთებაზე თუ გაკეთებაზე თუ წარმოქმნაზე თუ გამოგონებაზე მეც, ხო? ხო ჩვენ ხო ვიცით ადამიანი რომელიც ლაპარაკობს რომ არ ვიცი ბევრი სიგიჟეს ლაპარაკობს ეს კაცი რა. ამისი მოწონებული იქნას ამიხნას ვინმე რას ნიშნავს. ეს ხო ვიცით ჩვენ ყველამ რასაც ნიშნავს. და ეს კიდე ეს ვიტყვი ძალიან დიდი ბოდიში. ბატონი კომპეტენტური ამბობს რომ ბატონი კახიკალაძე არ მივაყენებ შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში. ეს ადამიანი და ცენ დიდ პატივს როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი. მაგრამ
ამბობს რომ განსაჯაროებული იყო ერთი ძალიან გთხოვთ მითხარით რამდენი ადამიანი შედის ენერგეტიკის სამინისტროს საიტზე დღეში და რამდენი არის აქედან ადამიანი რომელსაც ესმის ის რასაც კითხულობს და დაკვირვებით კითხულობს ანუ პრაქტიკულად თუ რაღაცა კონკრეტულის გამო არ შედიხარ აქ და ვინმე არ ხარ კონკრეტული რომელიც კონკრეტული რაღაცა დაინტერესებული ხარ რაღაცით შანსი არ არის რომ ეს ინფორმაცია მოკლედ გაიგო ხო და ხედავთ იმის რომ საჯარო კითხეს ვინმეს მივიდნენ აუხსნეს ილაპარაკეს არა ხო დირექტორი როგორ არის ისე რომ ადამიანები ლაპარაკობენ რაღაცას არავინ არ ეკითხება იმ ადამიანს ვისაც ეხება ვინმე ავიდა სოფელ ცახში სოფელ გოგოლაჩი სოფელ ჟოშხაში ვინმე მოვიდა ხვანჭკარაში ვინმე მოვიდა ჭრებალოში ეს იქნება ბუგეულში ვინმე დამისახელოს აი ვინმე 10 კაცმა მითხრას რომ ჩვენ ვიდექით ადგილზე სადღაც მოვიდნენ თუ ჩვენ მივედით და განვიხილეთ ეს შენებლობა მოდი რა იმ ადამიანებს შევეკითხოთ ვისაც მაგალითად შეიძლება წლიდან-წლამდე არ ჩავიდეს რაჭველი თავის სახლში და სიცოცხლით ფასად დაიცავს კი არა და თავში აკროს მის ეზოს რო ვინმე ისე შეეხოს ჩვენ რაჭველებს ცოტა სხვანაირად დამოკიდებულება გვაქვს მე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ სხვა კუთხეს და ყველა თავისი უყარს მე არ ამგონია რომ იმ ადამიანებს ვინც არ უნდა იყოს სოფლისადმი ესე დამოკიდებულება ქონდეს და ესე ნუახსენებენ რაღაცა რა რაჭას და რაღაცა სიცოცხლის ფასად რო დაგუჯდეს და ეგრე მარტივად ერთი რამე მინდა რომ კიდევ თქვა ყოველ წელიწად თითქმის რაჭაში არის მიწისძვრა ამაზე ვინმეს უსაუბრია ამის დასკვნა სადმე მანახეს მე რომ ეს არ მოხდება ელოშვილი გამიხდება მე იმის გარანტი რომ მე რო ეხა 6 ძირი ვაზი ჩავყარე და ადამიანო კრედიტებით რო ვენახები გააშენეს იქ ვაზი მოუვა ელოშვილი გამიხდება მეწყერი რო არის ყოველ წელიწად იმის პასუხისგებელი და ელოშვილი ამიშენებს აქვს იქ რო დაინგრევა ეგრე არ არის და ეგრე მარტივად რომ რაღაც ერთი ხელის მოსვით რაჭაზე საუბრობენ ადამიანები ვინც ეხლა ჩამოვიდა რაჭაში და შეიძლება ნამყოფიც არ არის და კიდე ერთი რამე მინდა რომ თქვა და ეხა ვინც გვისმენს თუ მე მოგვისმენს რა და გარკვევით მინდა თქვა რომ რაღაცებზე არის ეხა ბუნებრივია იქნებოდა ჩვენ სოციალურ გვერდი გავაკეთეთ მოკლედ Facebook-ზე და იქ მინდის რაღაცებზე ყველას მოკლედ ვიმეგობროთ ყველასთვის ღიაა მოკლედ და ადამიანები ეხა გააქტიურდნენ რაღაც რამოდენიმე ორი დღე და ყველას მინდა უთხრა ერთი რამე რა მე პირადად თუ არის ირაკლის სარდანაშვილი ცხოვრობ ხვანჭკარაში მე ვიცავ ჩემს სოფელს ვიცავ ჩემი წინაპრების ადგილს და ვიცავ ჩემი მომავლის ადგილს როგორც ყველა ის ხალხი ვინც შეწუხებულია თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ იმაში რომ ამის უკან ნებისმიერი პოლიტიკური ძალა მობრძანდი სხვა პირადად ჩემო ჯახში მობრძანდი ჩემ მეგობრებთან მობრძანდი და დარწმუნდით მოდი ჩვენ გვერდი დადიქი და მოდი ერთად გავაკეთოთ და მე თუ შეგეპარება შენ იმაში რომ ამის უკან ვინმეა მე მოვკითხოთ ერთმანეთს რა და რაღაცა ბრაჭით манипуლირება შეურაცხყოფა იმ ადამიანების სოფლები არის რაჭაში ორი ადამიანი ცხოვრობს დამიჯერეთ რა და მოხუცი ადამიანები ცხოვრობენ და სიგიჟემდე უყვართ იქაურობა და მილიონი რო გადაუხადო ზუსტად ვიცი რომ არ წავა არცა და კალიფორნიაში რომ იცე რაჭვეს რო ზაფხულში იქ დაისვენე ყოველ ზაფხულს ოღონდ რაჭაში 10 წელიწადში ერთხელ არ დაგასვენებო ზუსტად ვიცი რომ არ გასვლის და ეს არ არის რა ერთი არის რომ ეს ყურძნის საშიშროებაა მეორე არის ნეტი არის აი უამრავი რაღაც თუ დატბორო იმას კი ანიშნავს ეზოში ბევრი წყალი გექნება ეხლა და ვიღაცა ვედრებით ხარ დაგასხამს ეს არ არის რა არა ხო შაურსაც არ გამოვიდა ხა ვედრის წყალი მაგრამ რაჭაში რაცმენია ძალიან პრობლემა შეცვალა ადამიანის ჯანმრთელობა შეეხო რა აქ ორ ჰესი ყოფილიო რა იცოდეთ ეს არის სადმელი ჰესი რომელიც დინალე ლუხუმია ამაში ჩართული დინალე რიცეულია ჩართული სოფელი სორში უნდა დაგროვდეს ეს ყველაფერი და ეხლა დაიწყეს ადამიანმა ლაპარაკი თურმე რომ დამტკიცებულია ეს ყველაფერი და თურმე უნდა გაკეთდეს თუ რომ მოწონებულია და გამოდის მინისტრის კიდე ერთ-ერთი მოადგილე იმ დროს რომელიც ტელევიზიაში გააკეთეს ესეთი განცხადება რომ გარემოდაც რა გამოდის და თურმე ეს არაფერი არ შესულა და არაფერი არ იციან ამ ადამიანებმა და ეს გამოდის და თურმე ზეგავლენას არ მოახდენსო და მაინტერესებს ჩამოვიდეს და რა პასუხი აქვს იმაზე რომ არ მოახდენს მაინტერესებს მომავალში ლაპარაკობენ ეს მე ვეუბნები აგე რაც არის ფაქტი თუმცა ჩვენ ისე რა გამოგვიდეს ჩვენ საუბრობთ ისე რომ ვინმე მარი ფიქრობს რომ ხოლმე თქვენ გაწუხეთ და უშად თქვენი ვენახის ბედი და რაც თავისთავად ხადე რა ასეც უნდა იყოს მაგრამ ეს არ არის მართლაც ხოლმე ირაკლის ვენახის ბედი და მით უფრო რომ ირაკლის ხალხი რომ პასუხად არ არის რაჭველი და მე ჩემი გვარი რაჭველი მაგრამ ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა და საერთოდ არ მიყვარს ეგ დასვენება ეს უჯიშო რაჭოს მე ძახენ ჩემი ჯახტევრები და ესეთი გაავებული რაჭველი როგორცაც ახლა ირაკლის უყურებ არ მინახავს იმიტომ რომ ისე და ესე რომ დავაყვნოთ ადამიანებს რომლებიც საქმეში არიან ჩახედული იმ ხრივ რომ რა შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს მწვანეთა მოძრაობა აცხადებს რომ ერთის შეხედვით თვითონ მათი წარმომადგენლის ინტერვიუ რაც ნახე მე და ტელევიზიით და მოვისმინე ეს არის ის რომ საფრთხე ექმნება ვენახის ჯიშს რომელიც არის მიკროკლიმატზე დამყარებული ჯიში და ასევე გეოლოგიური და
სეისმური საფრთხეც არ არის გამორიცხული. ამიტომ ეს რაღაც ისე არ არის დღეს საყდრის წესმენდიც და კოკას ვემნები ვიღაც ქალმა რომ ძალიან კარგად მესმის თქვა რომ მათთვის ეს უბრალოდ მინდორია იმიტომ რომ მათ ეკონომიკურად უჭირთ და ეს მათთვის არის შემოსავლის წყარო რაც ეგ მუშაობენ მაგრამ შენ ხო არ ხარ ის ადამიანები ისეთ მილიონები აქ შინდა ვიღაცა დაობნები რომ ეს რა საყდრისი ხო საყდრისი ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის და ესე გამოდის ამ ჩვენი ხვანჭკარის შემთხვევაში არ მხოლოდ ხვანჭკარის შემთხვევაში გამოდის ეგრე გამოდის თუნდაც იგივე შემთხვევაში რაც ირაკლი მახსენა და სხვა შემთხვევებშიც ბევრი არ ჩამოვთვლის სიას ხო მაგრამ ვიცით ისედაც ყველამ კარგად მაგრამ მან ხო მაგაზე არის ზუსტად ლაპარაკი როგორც საყდრიზე მოხდა ზუსტად იგივე რაღაცა არის ხო ესეც არამეტნაკლებად ძეგლი რა არის ძეგლი ხო არ შეიძლება უბრალოდ რაღაცა ძალიან ვიწრო კუთხით გავიგოთ რომ ეს არის ძეგლი ხო და რაღაცა ისე მასე ვიღაცა იტყვის ბორცვია და ბორცვია ძეგლი არა და აბა გადავერთ ტრაქტორით მე დავაფოთქოთ მე შორიდან შევხედოთ ისავკრად 2 საათი მე კბილაშვილი იდგება სადომაზოს გაუძლებს და წავა მე თვითონ ჩაუტარებს ვიღაცას ალბათ არ ვიცი აბა ნუ სხვანაირად როგორ ხო და ზუსტად იგივე არის ესეც რა მე პირველ რიგში თქვა წარმოდგარგი ძეგლზეა თუ ლაპარაკი პირდაპირ ავიღოთ ის ძეგლები რომლებიც დაზარავდა უკვე და დაზარავდება მომავალში და ზარავდება ეხლა უკვე არაფერი არ არის და გასაჩერებელი არის ეს ხო მეორე ავიღოთ თქვა იგივე არ ვიცი ხვანჭკარი რომელიც ჩემთვის ძეგლია ესენი ხო კაცობრიობაში რომ შევდივართ რაღაცით ნაწილი რო ვართ ეს ხო ჩვენთან ჩვენ მიგვაქვს აი დავჯექით სუფრაზე ყველა რაღაცა დიდი ოჯახი ვარ დედამიწაზე ვცხოვრობთ ხო ყველას აქ რაღაცა თავისი მისატანი ჩვენი მისატანი მიგვაქვს ყველა თავისი მისატანი ნიმინა ყველა მე ნახე ოქროზოდი ხახულის ხატი წარწერით რომ ეს წერა ოქროზოდი წარწერით ხახულის ხატი რომ ამბობენ ადამიანები ნაწილი რომელიც ამბობს რომ პროგრესს ნუ უპირისპირდებით და ცივილიზაციას ნუ უპირისპირდებით. რას ქვია? ჯერ იმ ცივილიზაციას რა უთხარი და ისეთ პროგრესს რა უთხარი და მათ სურველებს რა უთხარი, რომელიც ანუ რა გამოდის, რომ პროგრესი წავიდეთ, კარგი, ხო პროგრესი რა, რომელი ევროპა არის პროგრესული, ხო არის ევროპა. რომელიმე თქვენგანი ამბობდეს, რომ ელექტროენერგია არა, მაგრამ ასე ადამიანები, ის ენერგიით მიიღო. მაგრამ შეიძლება ამდენი ენერგია არ ჭირდება რა დამერწმუნე რომ 10 გესი იყოს რაჭაში შეიძლება ერთი კარგი ეგრეთ წოდებული დიჟაკრო გააკეთოს ეხლა ზამთარში იმენი მასწორებელი აქვს შეიძლება იყოს და რა ვიცი რაღაცა მე სულ არ ვიცი და ალბათ ვეღარ ჩავდა მეგობარი თუ ჩავა ალბათ ანკესით უნდა მიპოვოს თუ რა ვიცი არა იცი რა რომ ადამიანები საუბრობენ ისეთ რაღაცებს ეხებიან რადგან სახელმწიფო დგას რა პირდაპირ და ვიღაცა ჩამოდის რაღაცა ზიტყვის ვიღაცა რაღაცას დაწერს ადრეც ეგრე იყო ან ვინმეს არ ეგონოს რომ ვიღაცა რაზის რომ ნაციონალების დრო დაწყებულია და მე იმის დროს და რაჭაში ხო არავის არაფერი არ გაუკეთებია სიმართლე რო გითხრა რა არავის ერთ-ერთი დამსახურდელ დროს იყო და მიწვია რომ მოხდა ზვიადიმ გააკეთა და ენაცოლე შემითავი ერთი ადამიანი ვიცი კიდე ძალიან კაი ადამიანი იყო მახალდიანი ზუსტ ეგეთი ადამიანი რომელიც მოკლეს ეს რაღაც პატრიოტი კაცი იყო და მე მეტი სხვა არავინ არ ვიცი ეხლა დიდი მადლობა ვიღაცებმა გააკეთეს რაღაცები და ვარდებულებაც იყო ეხლა ვიღაც გუბერნატორი ხარ და სას გააკეთეს კი მაგრამ შოუში მაგალითად სასტუმროა ძალიან მაგარია შოვი მინერალური წყლებია და გზა არ არის აფთიაქი არ არის მაღაზია არ არის ქუთაისი რაჭის გზა და ერთი მაღაზია არ არის და ყვითელი ფაძი დადის და ევროკავშირზე მელაპარაკებია და ადამიანების მაგრად ქათმების ზიან და ქვილიდებს და ადამიანები მელაპარაკებიან ევროპაში და რაღაც ისულელი ასოციაციით ჩვენ რომ შემოხვედეთ და ევროპის ასოციაცია ქუთაისი ამბრალაური გზით იმგზავრო 4 საათი რომ 60 კილომეტრს და რა ვიცი ალბათ ფეხბურთი მეგობრო იმასაც გამოწყებულში შობერობა მოუწევს და კი პრობლემა არ არის მე ილაპარაკონ ამაზე და გრეხის პოზიციაზე დადგენ უბრალოდ ადამიანს სიგიჟემდე რო გიყვარს რაღაც ჩვენ რა ისე მიყვარს რა მთელი რაჭა რა სისულელია და ყველა რაჭორი რა ნაქერალაზე რო გადავა გული სვანაირად გიცნობს და რაღაცა და არ შეიძლება უბრალოდ აი რაღაც ისე მოეკიდა და რაღაც საჯარო გაყადუნდა თუ რაღაცა წაადგება აგერავარ ხელებაწეული კოკასთან ერთად ჩემ მეგობრებთან ერთად ყველასთან ერთად მნიშვნელობა არ აქვს თუ მეზე ნაწერიო ხელი შემოვარდე შევრიგდები და ერთად გავაკეთე კეთილი ჩვენ ახლა დროებით და შევწყვიტოთ გადაცემა ანუ მომდევნო ნაწილში ჩვენ მომდევნო საათში ისევ გავაგრძელებთ ამ ყველაფერზე საუბარს მანამდე კი თიკოს განკარგულებაში რადიო იმედი არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე
საუბრობთ ჩვენი გადაცემის სტუმრობენ კოკავაშაკიძე და ირაკლი სარდანაშვილი და ეს ბატონი ბერენ სწორედ ორგანიზატორები ივენთი ვერა ხო კოკა უფრო რაღაცა აქცია ისინი გაემგზავრებიან ხვალ რაჭაში და ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ აქ არის საუბარი ჰეთის აშენებაზე რამდენი შეიძლება ამის აშენება აი მოდით ახლა კონკრეტულად თქვა რა საფრთხე შეიძლება ამ ჰეთს მოხდეს აშენებას და რა არის თქვენი მოთხოვნა და რას გეუბნებათ ოფიციალური მხარე სიამოვნებით, რაღაცა მოკლედ სიტუაცია არის ესეთი, რომ შევხედოთ მაგალითად იქაური მაცხოვრებელის თვალით ამ ყველაფერს. საფრთხე არის იმაში, რომ ადამიანი დარჩება შემოსავლის გარეშე, თუ ხვანჭარას აღნიშნოთ, ღვინოს შეეხება საფრთხე. და ეს ფაქტია, რომ ესე იქნება. ამაზე მოკლედ აღარ ვიდაოთ, რომ იქ ნებისმიერი წყლის მასის დაგროვების შემთხვევაში შეიძლება მიკროკლიმატი და აღარ იქნება ხვანჭარა. და იქნება ჩვეულებრივი შავი ღვინო ჩავთვალოთ და აღარ გვექნება კულტურა, აღარ გვექნება შემოსავალი ფიზიკურად. და ამაზე ხარ შემოსავალი რამდენიმე მიმული, მოკლედ ამას თავად ეს ფაქტიურად გამოიწვევს თემურეთის შემოსვლას. ფიზიკურად იქ მაცხოვრებელი ადამიანები უბრალოდ ყოფა გახდება შეუძლებელი. რა თქმა უნდა, ეხლა გადავიდეთ მაგალითად ფართობებზე და მასშტაბებზე. რაჭა მოგეხსენებათ, რომ არ არის ეს კახეთივით გაშლილი და ჯერ ესეთი მთიანია და მეწყრები ძალიან დიდია, მდინარეებია, თითქმის ყველა სოფელში მდინარეებია და ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად გააქტიურდა ეს მდინარეები და ეს არის რეალური საფრთხე. მაგალითად, ალპანა ჰესი მანძილი არის 19 კილომეტრი, როდესაც ჭრებალოდან ქუთაისამდე მანძილი არის 70 კილომეტრამდე. 19 კილომეტრი. ეს არის ძალიან დიდი რაჭისთვის შეიძლება ეს არ იყოს კახეთისთვის და რაღაც ინდოეთისთვის ან ისა მაგრამ რაჭისთვის ეს არის ძალიან დიდი მასშტაბი. როდესაც კიდევ ვიმეორებ თავზე გაქვს შაური, იქეთ გაქვს ლაჯანურგესი, მოკლედ მეჩხუმში, ეს კიდე მინდა აღნიშნოს, ეს მეჩხუმისთვისაც ძალიან დიდი პრობლემაა. ფაქტობრივად ისინი აღმოჩნდებიან ესე წყლის ქვეშ მოკლედ რა. ეს რეალობაა ეს მოკლედ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში და ერთი რამე მინდა კიდევ რო თქვა. ესე იგი როგორც სამინისტრო გამოგხმაურა მოკლედ. ესე იგი სამუშაოდ იქ მიდის შესწავლას აწარმოებს ჩალიკ ენერგიის სანა კომპანია, რომელსაც სახელმწიფომ გაუფორმა ხელშეკრულება და აგერ არის მოკლედ ხელშეკრულება, ამას თქვენ ახლა ხედავთ, ერთი არის 2014 წელი 19 სექტემბერი ქალაქ თბილისი გაფორმებული, მეორე არის 11 ოქტომბერი 2014 წელი. მე ესეთი რამე მინდა რომ თქვა, ვინ გახდება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩალიკ ენერგიის სანა და ესეთი რამე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ პროფესიონალისტ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ ვინმეს მიცეს სახელმწიფო მესე მოკლედ ბუთი და მოედანი და მანდა რომ დასკანო ეს არ ვარგა და ჩვენ აქედან წავალთ. ესეთი რამე არ მომხდარა და ესე ყველაფერი შეუსწავლოთ მიცეს მოკლედ ჩვენი რაჭა, ეს არის ჩალიკ ენერგიის სანას, რომ თქვენ მოდი ახლა შეამოწმეთ ეს ყველაფერი, დადეთ დასკვნა და დაიწყეთ. რეალობაში რა ხდება? ეს სახელმწიფომ უნდა იცოდეს მოკლედ. რა მიწა აქვს, რა ხდება? ჩვენ ყავს შესაბამისი სამსახურები არსებობს საქართველოში, რომელიც მიწას სწავლობს და იციან. მოკლედ სად რა არის და რა უნდა აშენდეს. ხო ესე რა თქვა და აქ არის ცალსახადრო. ესე იგი მოკლედ ენდო რამეს ჩაგეჭრება, რომ შესაბამისი სამსახურები კი შეიძლება სახელმწიფო შესაბამისი სამსახურები ყავდეს, მაგრამ რამდენი სახელმწიფო შესაბამისი სამსახური იყო და ჩაერთო. იმდენ ზექრა დაცვის სამინისტრო რა ქვია მაგას კულტურის სამინისტრო. გამომიცადა. სამინისტრო. მოკლედ. კულტურის. არა, კულტურის სამინისტროს კი პლუს, მაგრამ გიდებ დასკვნას რომ არ არის ეს, კი, მართალია რომ არის. ასე რომ არ არის ეგ, ანუ სახელმწიფოს მიერ გარემოსაც და რაღაც ისე გუმილია რა ქვეყანაში რაღაც ამ ყველაფრის და კარგი რაღაცა კომპეტენტია ნორმალურად. და თქვენ ხვალ მიემგზავრებით მაშინ სამოკლედ დასაპირე. ჩვენ ხვალ მოკლედ გვაქვს მშვიდობიანი მოკლედ რაჭული სიძინჯი და სტუმართ მოყარეობი მოკლედ თბილისიდან გავემგზავრებით ყველა, ეს არის ძალიან კარგი რაღაცა, იმიტომ რომ გამოხმაურება არის ძალიან დიდი ადამიანები ისრაელიდან, ისრაელში მაცხოვრებელი რაჭველები მოკლედ შემოგვერდნენ და სხვადასხვა ქალაქებში და ბავშვები და მოხუცები და იმედიცვალები და იმ ადამიანებს, ვისაც ეს რაღაც გონია, რომ ამის უკან ამია, უბრალოდ წამოვედა ჩვენთან იმგზავრო გზაში, მინდა ვთქვა, ძალიან დიდი სიტყვა იქნება და სიყვარული იტრიალებს და მინდა იქ დამხვედრებსაც უთხრა, მოკლედ პოლიტიკოსები იქნებიან თუ ნებისმიერი ადამიანები, რომ მართლა მე პირადად ირაკლი სარდანაშვილი და აგერ კოკავაშაკიძე და იქ დამხოდრები ჩვენი ძმები და მეგობრები სიყვარულით მივდივართ და რო გვიყვარს იგავრობა, იმიტომ მივდივართ. თორე რო არ მიყვარდეს, ხო, მართლა არ დავარ და მართლა არ შევიწუხებ და ეს იცოდნენ, რომ არავისთან საპირისპიროდ არ მივდივართ, არავისთან რაღაცის გამო არ მივდივართ, უბრალოდ ეს არის სოლიდარობის გზნობა, რომ იმ ხალხისადმი ჩვენი კუთხისადმი. მოთხოვნა არის ესეთი. თუ ჩალიკ ენერგიისან აწარმოებს ეს შენობებას რაჭაში, მან დატოვოს
დატოვოს რაჭის ტერიტორია, მოგეთ ამ სტატუსზე ჩამოვიდეს სტუმრის სტატუსით არ არის პრობლემა და ეს ამაზე დაგვერწმუნონ არა იმით რომ ვიღაცა აიბარგოს და მეორე დღეს მოვიდეს ისევ ოფიციალური დასკვნა გვინდა ამაში რომ მას შეწყვიტეს ყოველგვარი სამუშაოები ჩვენ ამის საშუალებას მოგეთ მას არ მიცემთ არც ერთ ვარიანტში როგორც ელოში მაგან აცხადა რომ სიცოცხლის პატენტს დავაშენებო მე ვეუბნები პირაკეთ არ დანაშენლო ის ვერ აშენებს რაჭაში ეს და ამას ვამბობ სრული პასუხის გელბებით რა ვიცი ეგრეა რა, ეგრე არ ხდება რა რაღაცები. ხო, არ არის ეგრე და არ ეგონოთ რომ ერთი რამე მინდა რომ არ ეგონოთ ამ ადამიანს ახლა ამას რომ მე ვინმეს პოლიტიკურად ვებძვი, არა მე ჩემს სახს ვიცავ და რაღაც ჩემს კულტურას და ჩემ ქვეყანას რა და ეს არავის ნაწინამდებობაში არ შევდივარ და ყველასთვის აი მზათავართ ყველასთან თანამშრომლობთ აი ეს ხელებაწეული რა აი მართლა ყველასთან უფრო ჩვენ გვინდა მაგალითად მართლა ვიძახი რომ ჩვენ დავდივართ პირიქით იქეთ-აქეთ მართლა არა ვართ კომპეტენტურები მართლა არ ვიცი და მართლა არ არის ეს ჩემი საქმე რა მინდა რომ კალადის განცხადებას გამოვხმაურო და როგორც ფეხბურთელი კიდე და როგორც დიდ პატივს და რა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო მაგრამ თვითონაც არ არის კომპეტენტური ხა რა ვიცი არ ამგონია კალაძე მე ხა ზუსტად იცოდეს მაგალითად ჰესების რაღაც ერთი რამე მინდა რომ თქვა რომ მოსახლეობა ხა შეყავთ ეცნობაში რომ ვითომ ჰესების აშენების შემთხვევაში უამრავი ხალხი დასაკუთრება პროფესიონალების დასკვნად ეგ ყველა მის მომკეთ რომ ჰეს მითხას მაგალითად ვინო შაურზე რამდენი ადამიანი დასაქმებული და რა დასაქმებაზე მელაპარაკებენ სოფელში 10 ადამიანი ცხოვრობს აქედან 5-80 წლის არის და რაღაცა 2 ადამიანი უნდა იმუშაოს სოფელში და ხელფასი უნდა კონდეს 300 ლარი და ამით გადარჩება რაჭა და აღარ გეკითხება არ შეიძლება რომ დავასაქმოთ ეს ადამიანები მაგალითად თეატრის გახსნის ან კულტურის თუნდაც ერთი კვაიქრებს როგორც ადრე იყო ბევრი პრობლემაა რომელიც ერთი გაიქნება ის იქნება ერთი რამე მინდა რომ თავარი პრობლემა კიდე ამას მივობა რა ესა და გამოვიყენოთ თქვენი ეთერი არც ერთ გადაა და არც შაურის ტყე მაგალითად ხო შაურის ტყე ხო არ ვიცი ეს ხა სოფლიო დონის მნიშვნელობისა წინა მთავრობა იყო და ჭრიდნენ და რა ვიხნიდნენ ამ ადგილს და ეხა ესენი არიან და რა ყველა გავლა გამოვლაზე ყველა სურათებს ვიღებთ იმ ადგილებზე როგორ ყრია ეს მორები რაღაცა როგორც რაჭა მიტოვებული მოკლედ ყველასაგან იმ ხალხზე არ ვიძახი რა თქმა უნდა მირებენ ძიქცორობენ ესე რაღაცა სიტყვი იმ დროსაც ხო იქეხებოდა ძმაო ესე რო გეტყვის ვიღაცა ისეთი ადამიანი ვინც ამაზე პასუხი უნდა ატყოს და აყოს და თუ იმ დროს იქეხებოდა შეგაიძა მიშვილ აგებინე პასუხი იმ ადამიანს ხო და არ არის ესე და მარტო მაგათ არ უყვართ რა კარგად მინდა რომ იცოდნენ და ჩვენ ვიყვართ და მოდი ამ სულ პრაქტიკულობაში ხელისუფლება ბავშვებს ჭამდა ამ დროს გიჩნდება კითხვა ნუ ამ ხელისუფლებამ უნდა ჭამოს ბავშვებს ხო არა ნუ პასუხი აგებინე იმ ადამიანებს სახელმწიფო არის ეს არის აუცილებელი ბოროტება ხო და ლევიათანი რომელიც საკუთარ შვილებს ჭამს ამიტომ ჩვენ ვამთავრებთ უკვე და ამიტომ კოკაშიანი და კითხვა რა საკეთებენ სახელმწიფო შვილები იმისათვის რომ ხვალს ადიკრიბებით როგორ იკრიბებით და სადმე მართლაც სახელმწიფო შვილები რა მოქალაქეები ვართ იგითი რომელსაც გაუჩნდა პროტესტის გზნობა და მე მგონი ჯანსაღი პროტესტის გზნობა იმიტომ რომ მოვიდა დრო ყველგანაც თქვით და ახაც ვიტყვით და ყველგან ვიტყვით რომ დიგითმა ადამიანებმა მოვკიდოთ ხელი რა ხო ვიკრიფებით მაიაკოვსკის ლექციон დიღმის მასში ლასა დილას დარჩით თქვენ ჩვენთან მაშინ რა აქედან გადავალ და მივდივართ რაჭა ყველას მოვუწოდოთ იქ ნახავთ ჩამოვალთ და გავაგრძელებთ შემდეგ იმაზე მუშაობას რომ ეს არ გაკეთდეს და პირობას გაძლევთ რომ არ გაკეთდეს ერთი რამე მინდა თქვა რომ ყველას მინდა მშვიდობისკენ მოვუწოდო სოლიდარობისკენ და ერთმანეთის სიყვარულისკენ მოკლედ და რა ვიცი დიდი მადლობა თქვენ და იმედიან მშვიდობიან ამას და საღამოს გისურვებთ რაჭველები მოვდივართ სიყვარულით კეთილი უღრმესი მადლობა სტუმრად მობრძანებისთვის გადაცემის სტუმრები იყვნენ კოკა ვაშაკიძე და ირაკლი სარდანაშვილი ჩვენ საუბრობდით იმ პრობლემის შესახებ რასაც ქვია რაჭაში ჰესი და აქ ჩვენ გაცემა დასრულდა გემშვიდობებით მადლობა ყურადღებისთვის უსმინეთ რადიო იმედი არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე